ფილმ ოცნების ქალაქის პრემიერა აპრილის თვეშია დაგეგმილი. მელოდრამა კომედიის ელემენტებით ამჟამად გადაღების პროცესშია. ნამუშევარში იმ სახეებს იხილავთ, რომლებიც სამამულო ეკრანებზე ხშირად ჩანან. მამაკაცის მთავარ როლს არჩილ სოლოღაშვილი ასრულებს. ჩემი პერსონაჟი არის ერთი ჩვეულებრივი მიმტანი, რომლის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდება. იწყებს ჩვეულებრივი მიმტანობიდან, თან შემოქმედი პერსონაჟია, წერს სიმღერისთვის, წერს ლექსებს. ოცნების ქალაქის ერთ-ერთი სცენის გადაღება ნაითოფისში მიმდინარეობდა. სიუჟეტის მიხედვით სამი უდარდელი დაქალი დუტას ხირტლაძის გმირს თხოვს ნანკა კალატოზიშვილის გმირი ნინი გამოუშვას. ნანკაც ასევე მთავარ როლშია. სწორედ გადამღები ჯგუფის ყველაზე მშვენიერმა წევრებმა სცადეს ჩვენთვის აეხსნათ საქმის ვითარება. ჩვენ ვართ ნაითოფისში და ვიღებთ ამ შემთხვევაში ფილმს. არა? კი, ფილმს ერთ-ერთ სცენას ღამის კლუბში ფილმიდან ოცნების ქალაქი. რა გიждები რა მეგობრებო? ძალიან მაგარია. სასიყვარულო ისტორია, რომელიც ვალენტინობას უკავშირდება, არჩილისა და ნანკას გმირებს ეხებათ. ღამის კლუბი, ცნობილი სახეები და სასიყვარულო სიუჟეტი. თანამედროვე ქართული კინოსთვის ხომ სწორედ ეს ითვლება წარმატების ფორმულად. ყველა ახალ წამოწყებას მივესალმებ. ყველას და ყველას, ვინც ცდილობს კინოში რამე გააკეთოს, ვუსურვებ წარმატებას და არის ძალიან კარგი. და მაინც, რითი იქნება ფილმი განსხვავებული, რითი შეძლებს ის მაყურებლის მოზიდვას კინოთეატრებში. რამოდენიმე ათეული ახალი სახე შემოვა, ოღონდ მეორე და მესამე პლანის მსახიობებად, რომლებსაც აქვს შანსი, რომ თავი გამოიჩინონ და უკვე ნელ-ნელა წინ წავიდნენ. ანუ არა მარტო სიტყვაზე, ჩემ ფილმში დაკავდნენ, არამედ გამოჩნდნენ და სხვებას დააკავონ ფილმებში. რამდენი ფილმი არის რიცხობრივად მე ნამდვილად არ ვიცი, ახალი გადაღებული, მაგრამ მიხარია, რომ კინო ცუდად უკარგავს დღეს ამუშავდა. ოცნების ქალაქი, რომელიც რეალურად ჩვენთვის ნაკლებადაა საოცნებო, დიდ ეკრანებზე აპრილის თვეში გამოვა.